როცა შედიხარ ელენეს დარბაზებში და უმზერ კედლებს მოფენილს მისი ნახატებით, გრძნობ რომ მხატვრის სიცოცხლეს ბოლო არ უჩანს. ასეთია ვერიკო ანჯაფარიძის ჩანაწერი, რომელიც შემოქმედის უახლოესი მეგობარი იყო. იგივე შეიძლება განიცადოს ნებისმიერმა ქიაჩელის 12 ნომერში, მხატვრის სახლ-მუზეუმში მისვლისას. უკვე 40 წელია, რაც ის ამ სახლში აღარ ცხოვრობს, თუმცა ამ დროის განმავლობაში აქ არაფერი შეცვლილა. ხელუხლებელია მხატვრის უკანასკნელი ნამუშევარიც, რომლის დასრულებაც ვეღარ მოასწრო. ელენე ახვლედიანმა თავისი ბინასახელოსნო ხელოვნების ერთგვარ სალონად აქცია, რომელსაც 1976 წელს სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. ეს სახლი იყო სალონი მე-20 საუკუნის, სადაც არა მარტო მუსიკას უსმენდნენ პოეზიას, საუბრობდნენ ერთმანეთში და ძალიან ესეთი ცოცხალი სახლი იყო ჯერ კიდევ მაშინ და მაშინაც ჰქონდა როგორც მუზეუმი. ჩვეულებრივი ინტერიერია, ნამდვილი ქართული ინტერიერი, აი ქართული ლიკურებიანი ანტრესოლებით, იგივე აი ამ დედაბოძით, ფარდაგებით, ქართული ფარდაგებით, არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ კედლები და მთელი საქართველო გიყურებს, რომელიც ელენე ახვლედიანს აქვს დახატული. მე ვიტყოდი, რომ ეს სახლი არის მინი საქართველო, პატარა საქართველოა. ქართველი ფერმწერის სახლ-მუზეუმში პირად ნივთებთან ერთად მისი 3500-მდე ნახატი ინახება. აქ ექსპონირებულია მხატვრის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ფერწერული, გრაფიკული და სცენოგრაფიული ნამუშევრები. ძველი ქართული თიხის ნაკეთობები განსაკუთრებულად აინტერესებდა. სურდა შეენახა ისეთი საგნები, რომლებსაც დროის, ადამიანის ხელებისა და მათი ბედისწერის ანაბეჭდები ჰქონდა. აქ მე-6 საუკუნის ჭურჭელსაც ნახავთ. ეს სახლი ყველა ექსპონატით ხელოვნებისა და კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად იქცა. მან დაუტოვა თავის თბილის, თავის საქართველოს, თავის ქართველ ხალხს, ეს არაჩვეულებრივი ინტერიერი, ქართული დედაბოძით. ეს დედაბოძი იყო ძირითადი ატრიბუტი ძველი ქართული დარბაზებისა. იქაც რა თქმა უნდა ჭერს ამაგრებდა ისევე როგორც აქ. მაგრამ თან ჰქონდა ის დატვირთვა, რომ მის გარშემო სადღესასწაულო სუფრები იშლებოდა. საერთოდ იყო სიცოცხლის და სიყვარულის სიმბოლო. ელენე ბევრს ხატავდა, ხატვისას კი ყოველთვის მუსიკას უსმენდა. მის სახელოსნოში დღესაც როიალი დგას. მხატვრისთვის გამორჩეული მუსიკის ჰანგების ფონზე შექმნილი ნამუშევარი ზამთარი კახეთში იყო, რომელსაც ასეთი ისტორია აქვს. და მოვიდა ყიდვა ეს ამ ნამუშევრის პიკასოს. და აქ უკვე კახური პედაგოგობა გამოიჩინა და რომ მეც ძალიან მომწონს ეს ნამუშევარი და ამას არასდროს არ გავყიდიო. ასევე გამორჩეულად უყვარდა თავისი ძველი თბილისი და ამ სიყვარულთან დაკავშირებით ამ სიყვარულმა შეაქმნევინა მთელი სერია ძველი თბილისის თემაზე, რომელიც არის ფერწერული ხოტბა, ფერწერული ისტორია ჩვენი დედაქალაქის. ელენე ახვლედიანის ინდივიდუალიზმის შეგრძნება, რომელიც მას იშვიათად ღალატობდა, მისი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა. ნამუშევრების სინაზით, მდიდარი ფერადოვნებითა და რომანტიულობით გამოირჩევიან. 18 აპრილი. იგი დაიბადა აპრილის თვეში, როცა ლურჯია გაზაფხული.